ზიამაღლობელზე ერთი ამბავი რო არის აწეული და ერთადერთი ხო იყო ჩვენც მაგას ვლაპარაკობთ გახსოვს რომ 7 და 8 წელი რა თქმა უნდა ძალიან დიდია ესეთი სასჯელი ანუ არ ეკუთვნის. ეს გადაკვალიფიცირდა მოსამართლემ და 2 წლიანი სასჯელი მიცეს. რა თქმა უნდა ამათ ესეც არ მოწონთ და თვითონ ზია ამაღლობელი პირად თავის პირით ამბობს ამას რომ საპროცესო შეთანხმებას მე ხელს არ მოაწერე ეს იგივეა რომ ცოცხლად დამარხონო. ამას პირდაპირ ხალის ანუ რა უნდა ისი რომ ბოდიშის გარეშე გამოვიდეს და სახელმწიფომ თქვას რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები. აი მაკრონის მაგალითი მოყავთ რომ მაკრონსო ხელი გაარტყა სილა და სულ 4 კვირით თუ 4 თვით ჩასვეს ის ტიპი და აი რო ხო ამას ადარებ. იმ მაკრონის ვინც ხელი გაარტყა ბოდიშიც მოიხადა. და ის თქვა რომ ეს ძალიან მეგანი ინსტინქტურად თქვენიო საერთოდ არ მქონდაო ეს გეგმაშიო და ძალიან დიდ ბოდიში ვიხდიო ამის გამო. ამას ბიჭო ბოდიშის მოხდაც არ უნდა. სახელმწიფოს გაარტყა ხელი დავივიწყოთ ერთი პიროვნება ეს გებუაძე გავიწიოთ უკან. როგორც სახელმწიფოს ისე შევხედოთ რა ამას. სახელმწიფოს გაარტყა ხელი და არ უნდა რომ ეს აღიაროს. და ისე უნდა რომ გამოდი და ევროკავშირი გამოდი. ევროკავშირი მაგრამ იმას აქ რა ის როგორ მიუსაჯეს 2 წელი მერე მოუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ზია ამაღლობელიო ამ 2 წლიანი სასჯელის მე ვფიქრობ ეს რაღაც და ერთხელ და სამუდამოდ ვიტყვი აი ამ ქალზე რაღაცას და დავამთავრებ მაგაზე ვაფრთხს და კომენტარს აღარ გავარ. ეს საქციელი იყო სამაგალითოდ იმდენად ცუდი საქციელი ისეთ დროს ეს საქციელი რო არ დასჯილიყო სამაგალითოდ ეს წაახალისებდა სხვა დაუშვათ ჯარიმით რომ შემოფარგლულიყო ვიღაცეებმა იმაზე გზის გადაკეტებზე 5000 ლარიან ჯარიმებზე წავიდნენ და ეხა სილის გარწყმაზე დარწმუნებული ვარ რომ უფრო მარტივად წავიდოდნენ 5000 ლარიან ჯარიმაზე. აქედან გამომდინარე ეს 5000 ლარიანი ჯარიმა რო არ ყოფილიყო ზია დაისაჯა პოლიციელზე ხელის დარტყმისთვის სამაგალითოდ იმიტომ რომ სხვა ადამიანებს იგივე არ ეკნათ. ეს დაისაჯა ამიტომ 2 ჯერ 2 არის 4.